ბიზნესი მადლობა მოწვევისთვის. მსხვილი ბიზნესი ირაკლი კობახიძის პირისპირ მისი დაპირებები და ის რამდენიმე აქცენტი რომელიც ჰქონდა მას ბიზნესთან დაკავშირებით. ივა, როგორ ფიქრობთ, არის თუ არა ის რასაც თქვათ ეს ბიზნესი რის მოსმენასაც ელოდა კონკრეტულად კობახიძისგან? მან ახსენა ასევე 4 ოქტომბრის საკითხი, ვიცი რომ ცნობილია თქვენთვის ეს გზავნილები და ასევე საპასუხო განმარტებები მსხვილი ბიზნესის მხრიდან სანქციების შედეგებთან დაკავშირებით. აი თქვენი დასკვნა რა არის ამ შეხვედრაზე? იცი სამწუხაროდ ხა შეხვედრაზე რა მოხდა არ ვიცი, არ ვარ საქმის კურსში და თქვა აქ ის განცხადებები მომისმენია, ვინ რა განცხადება გააკეთა, მე არ ვიმყოფები თბილისში. მაგრამ ანუ ზოგადად ეხა ჩვენ არაერთხელ გვინახავთ ბოლო პერიოდში შეხვედრები ბიზნესთან, ხო, იგივე დეკემბერში, როდესაც საკმაოდ ისეთი განსაკუთრებულად მძიმე ვითარება იყო და სადაც თქვათ იმ დროს, როდესაც სიტუაცია უნდა განმუხტულიყო, როდესაც ამდენი პოლიტპატიმარი იყო, როდესაც ჩვენ შვილებს, ჩვენ დედებს ქუჩაში ესე სასტიკად უსწორდებოდნენ და საერთოდ ამ პერიოდში თქვათ ამასთან დაკავშირებით თქვათ არაფერზე არ იყო საერთოდ საუბარი. ვფიქრობ, ცირა რაც არ უნდა კარგი ეკონომიკური მდგომარეობა გქონდეს, ზოგადად რაზეც ბოლო პერიოდში აპელირებენ, რაც ციფრებში მოყავთ, როგორც მოყავთ და თურმე ამავდროულად აღმოჩნდა, რომ თურმე ქვეყანაში დედაქალაქის ბიუჯეტზე 2024 წლის ბიუჯეტზე მეტი თანხა ისე შემოვიდა, რომ ვერავინ ვერ გაიგო და თურმე როდესაც ამოუხსნელი ფაქტორი იყო თვითონ ლარს რა ამყარებდა და აღმოჩნდა, რომ თურმე შემოდინებული თანხები საბოლოო ჯამში, იმიტომ რომ ფუნდამენტალური ფაქტორები ნამდვილად არ არსებობს. თქვათ ეხა ამ დროს რაღაცებზე საუბარი ვფიქრობ, როდესაც ესეთი არასტაბილური პოლიტიკური ვითარება არის ქვეყანაში, აბსოლუტურად აბსურდულია. ასე რომ თქვათ მე უფრო ვფიქრობ, რომ ეს რაღაცა გარკვეულწილად არის უფრო შეხვედრისთვის, იმიტომ რომ იქ რაღაცა განსაკუთრებული ბიზნეს არ გამოაქვთ, რაღაცა ისეთი ხელმოსაკიდი რო იყოს, იქ უბრალოდ საუბარი მიდის იმაზე, რომ თურმე როგორ ვითარდება ქვეყანა, როგორ ყველაფერი კარგად არის და ქვეყნისთვის ძალიან კარგი არის ის, რომ ომში არ ვართ ჩართული და სტაბილურობა კი გეთანხმებით. ომში რო არ ვართ ჩართული და სტაბილურობა რო უნდა იყოს, ეს მარტო საქართველოსთვის კი არა, მსოფლიოში ნებისმიერი ქვეყნისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. მაგრამ მოდი დაუცილებლად უნდა გავამახვილოთ ყურადღება, როდესაც შენი ქვეყნის ათეულობით მაღალჩინოსანი, მათ შორის არ ვიცი, იგივე შინაგან საქმეთა მინისტრი მაგნიტკისიაში იყო, იგივე ყოფილი გენპროკურორი და ასე შემდეგ ძალოვნები, რომლებიც სასტიკად უსწორდებოდნენ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას, თქვა და არაერთი სხვა მაღალჩინოსანი, იგივე პარლამენტარები და ასე შემდეგ, ახლა უკვე სია იმდენად დიდია, რომ გამიჭირდება ჩამოთვლა არიან დასანქცირებული და როდესაც ჩვენი ქვეყნის კურსი თავიდან ბოლომდე ევროპას ცილდება და ჩვენ ვხედავთ როგორი დამოკიდებულება აქვს ევროკავშირს და იგივე ამერიკის შეერთებულ შტატებს ჩვენი ქვეყნის მიმართ, ეს არის ყველაზე საგანგაშო, ჩემოკარგებო თორე. ანუ ივა, თქვენ ამბობთ, რომ გრძელვადიან სურათში უნდა შეხედოს ბიზნესმა ამ ვითარებას, იმიტომ რომ მოკლე პერიოდში, ანუ კობახიძე და ოცნება მათ ეუბნება, რომ აი შეხედეთ რიცხვებს, შეხედეთ რეიტინგს, რაღაც იქ სტაბილურობაზე დებს, ასე ვთქვათ, თავს და ამბობს, რომ სწორედ ისინი არიან სტაბილურობის გარანტი. ანუ გრძელვადიან სურათის შეხედვისკენ მოუწოდებთ თქვენ ბიზნესს ამ პროცესში, იმ შედეგ გათვალისწინებით, რომელსაც ნახავს ქვეყანა, მათ შორის ევროპულ გზაზე დაშორებით, რომელსაც ასევე არადასტურებს და ამბობს, რომ ისინი ყველაფერს აკეთებენ, მაგრამ ინჩაგრებია, ხო? აი, ყველაფერზე თითქოს აქვთ გამზადებული პასუხი და ამავდროულად არწმუნებენ ბიზნესს, რომ ეს სურათი უნდა დარჩეს ასეთად, მოკლედ რა, ანუ მხოლოდ ჩვენ ვართო ამ ყველაფრის გარანტი. აი, აქ რა არის მთავარი საპირწონე არგუმენტი? ივა, და ასევე ახსენეთ თქვენ არასტაბილური პოლიტიკური ვითარება, ეს რაში უნდა იყოს გამოხატული ბიზნესისთვის. აი ბიზნესმა როგორ უნდა იგრძნოს, რომ ამ ხრივ არის არასტაბილურობის ელემენტები. მოდი დავიწყოთ იმით, რომ მე ბიზნესში ვარ უკვე 25 წელიწადზე მეტი არის და ძალიან კარგად მესმის ბიზნესისთვის სტაბილურობა არის და ბიზნესი საერთოდ თავის მომავალს როგორ თვლის. ანუ მოკლევადიანში ბიზნესი ზოგადად არ ითვლება. ბიზნესი ითვლება ზოგადად გრძელვადიან პერსპექტივაში. ნუ სერიოზულ ბიზნესზე მაქვს საუბარი და ვთქვათ არა ერთჯერად კომბინაციებზე, რომელიც ბოლო პერიოდის განმავლობაში თვითონ ოცნების ხელისუფლებამ გამოავლინა, რომ არიან ისეთი ჩინოვნიკი ბიზნესმენები, რომლებიც ერთჯერად კომპანიებს რაღაცას ქმნიან, ტენდერებში იღებენ მონაწილეობას და რეალურად
იმ ბიზნესის მიერ გადახდილი გადასახადებით, რომლებიც დღეს ესწრებოდნენ და არც ესწრებოდნენ, ვინც არ ესწრებოდა, კიდე მინდა გამოვყო ხა მარტო მithוא არ შემოიფარგლება, ხო, თქვა 50-60 ადამიანით, ვინც მიპატიჟებული ყავდა, ხო, ანუ ბიზნესში ამით მხოლოდ ეგ ადამიანები არ ქმნიან, არიან კიდე ათასობით მცირე და საშუალო ბიზნესი და მათ შორის თბილი ბიზნესის წარმომადგენლები, რომლებიც ბიუჯეტში ხდიან გადასახადებს. ყველაზე კატასტროფული იცით რა არის? რაც თვითონ ოცნების ხელისუფლებამ დღეს ამხილა ბიზნესის მიერ გადახდილი გადასახადები, რომელიც ბიუჯეტში მიდის და თურმე მილიონობით ლარი მიდის ვიღაც ჩინოვნიკების ჯიბეში და თურმე ეხლა აღმოჩნდა რომ 2021-ში, 22-ში, 23-ში რაღაცეები ხდებოდა, თურმე არ ვიცი და ეხლა აღმოაჩინეს, ნუ ეს ხო წარმოუდგენელი არის, რომ სახელმწიფო სისტემას ეს გამოპარვოდა და თუნდაც ეხლა ახლად მისულ შინაგან საქმეთა მინისტრს არ ვიცი, იგივე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად ეხლა დაინიშნა მამუკამდინარაძე და რა მამუკამდინარაძემ შეძლო რომ რაღაც ამ ერთ თვეში გამოივლინა. რა თქმა უნდა ეს არ არის, ეს რა თქმა უნდა ეს ფაქტები დაგროვილი იყო. უბრალოდ ეხლა ამის ილუსტრირება დაიწყეს, მე ამაზე ნამდვილად პასუხი არ მაქვს, რისთვის დაჭირდათ დღეს ეს ძალიან ფული ასახსნელია, თუმცა ძალიან კარგია რომ ამის ილუსტრირება ხდება, რომ ოცნების მართლობის პერიოდში იყო ღრმად გამჯდარი კორუფცია. ეს ყველაზე დიდად შემაშფოთებელია ბიზნესისთვის და ალბათ კარგი იქნება იგივე ბიზნეს წარმომადგენლებისთვის კითხვა დაგესვათ თქვენ ჟურნალისტებს, რომ ზოგადად როდესაც კორუფცია არის ესეთ მაღალ დონეზე ქვეყანაში, რას ფიქრობენ, როდესაც მათ მიერ გადახდილ გადასახადებს, როდესაც ისინი შრომობენ, დასაქმებული ყავთ ათობით და ასობით ადამიანი და ვიღაც ჩინოვნიკები ამ დროს აბსოლუტურად, აი ესე ვიხმარ ამ სიტყვას, რომ მუქთად იდრდებიან. ეს არის კატასტროფა, რა თქმა უნდა და კიდევ ერთხელ ხაზს გაუწევ, რომ ბიზნესი ერთ თვეზე, ორ თვეზე და არც ერთ წელიწადზე და დამერწმუნდეთ, არც ორ წელიწადზე არ ითვლება, ანუ ბიზნესის ხედვა უნდა იყოს გრძელვადიანი, ალბათ გასული სადღაც 5 წელი, 7 წელი, 10 წელი და როდესაც ქვეყანაში არ არის პოლიტიკური სტაბილური გარემო და ეს უკვე რა თქმა უნდა ძალიან დიდი ხანია სამწუხაროდ ჩვენ ქვეყანაში ესე არის ძალიან რთული არის რომ შენ სერიოზული ბიზნესი გათვალო, იმიტომ რომ არასტაბილური პოლიტიკური თქვენ რაც მოყევით ეს აიგივე კორუფციის საკითხები, როგორ ფიქრობთ და თან თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ რაღაც ყველა კონკრეტულ ჯგუფთან დაახლოებული ბიზნესმენების ჯგუფი არსებობს, ხომ? ასე იყო მაგალითად ღარიბაშვილის შემთხვევაშიც ერთი ნაწილი ამბობს, რომ უახლოესი მეგობარია, ასეთად რჩება და ასე შემდეგ. ანუ მოვისმინეთ ნამორაძის კომენტარი. ანუ ამ სურათის გათვალისწინებითაც რომ რაღაც იცვლება ვითარებები და ეს ჯგუფები იცვლებიან, ამ ბიზნესსაც ჭირდება რაღაც კონკრეტული სიგნალების მიღება? აი საერთო სტაბილიზაციისთვის, ანუ რაღაც აი ამ მოძრაობის გამოძახილიც ხომ არ არის, თქვათ, ეს დიდი შეხვედრა, სადაც კონკრეტული, ასე თქვათ, გზავნილები ქონდა კობახიძეს, რომ აი ჩვენ ვიქნებით სწორედ სტაბილურობის გარანტი. ჩვენ ანუ ის ჯგუფი, რომელიც ახლა ქართულ ოცნების ხელმძღვანელობაშია? ხო, მე არ ვიცი როგორ უნდა გაუჩინო სტაბილურობის განცდა, თუმცა რა თქმა უნდა, ნოშიკო ნამორაძემ როდესაც ხმამაღლა თქვა, რომ მისთვის მეგობარი არის და არიშინი ამის თქმა, ესე საკმაოდ ვაჟკაცობა, იმიტომ რომ არაერთი ბიზნეს წარმომადგენელი არის საერთოდ გამქრალი და საერთოდ კომენტარსაც არ აკეთებენ და ზოგადად ხმამაღლა სიტყვის ამოღების ეშინია. ნოშიკო ხმამაღლა მაინც აღიარა და სწორად თქვა გააჟღერა ის ყველაფერი, რასაც ფიქრობს. ესეც ძალიან ისეთი ვაჟკაცური საქციელი არის, დამერწმუნეთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველაფერი კარგად არის. აქ უბრალოდ მოხდა იმ ადამიანის დაცვა და თქვა ხმამაღლა თქვა, რომ მისთვის არის მეგობარი, ახლო მეგობარი არის და თქვა აქ ვერ ხედავს ვერანაირ პრობლემას, რომ ეს აღიარო. თუმცა არიან ადამიანები, რომლებსაც უბრალოდ ნაცნობობისაც კი ეშინია ხმამაღლა რო თქვან და ნუ ესეთი ვითარება, როდესაც არის ქვეყანაში, ვფიქრობ, რომ არის ძალიან ცუდი, თორე ხა ჩვენ რო იმით ვილაპარაკოთ, რომ ბიზნეს სექტორთან შეხვედრები არის, ეს შეხვედრები დაწყებული, არ ვიცი, შევარდნაძის დროიდან და არ ვიცი, ეს მთავრობაც რო არ იქნება, შემდეგი მთავრობაც იქნება, აუცილებლად ეს შეხვედრები ყოველთვის იქნება. ბიზნესი რაღაც ანა ესეთი აქტივობით მე ძირითადად ალბათ 80%-ზე ვიტყოდი, რომ გამოირჩეოდეს, რომ ხმამაღალი განცხადებებით ნამდვილად არ არის, თუმცა იმასაც ხმამაღლა ვიტყვი, რომ ბოლო პერიოდში ბიზნესის მიერ გაკეთებული განცხადებები ჩვენ განსაკუთრებით, რაც მოვისმინეთ 2024 წლის ბოლოს, რასაც ბიზნესი საუბრობდა, ვთქვათ, ბოლო არ ვიცი, მე 20 წლეულის განმავლობაში ნამდვილად არ მინახავ და ვფიქრობ, ეს ძალიან კარგია და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ბიზნესმა ხმა მოიღო და სწორედ მათთან უნდა ქონოდა შეხვედრები იგივე ეკონომიკის სამინისტრო და ჩვენ იგივე ტურიზმის სექტორთან შეხვედრა ვნახეთ, როდესაც იგივე დღევანდელი ეკონომიკის მინისტრი შეხვდა და იქ საკმაოდ სავალალო მდგომარეობას ჩააგდეს. ხო, რეალურად აუხსნეს და იგივე ტურიზმის სექტორში ვინც არის, ჰოსპიტალიტის სექტორში ვინც არიან ჩართულები, შეგიძლიათ
გაესაუბროთ, მაგრამ უფრო დეტალურად ახსნიან, რამდენად ძიმე მდგომარეობაში არის, ხო და თქვა იგივე, როდესაც საუბრობენ, რომ აი ტურიზმი არის გაზრდილი და უფრო მეტი ტურისტი შემოდის, თქვა ის ტურისტი, რომელიც შემოდის იმ ქვეყნებიდან, არა ევროპული ქვეყნებიდან, რამდენად სარფიანია მათთვის, ეგეც ხო უნდა მოვკითხოთ, არა, ვიცი რომ საკმაოდ სერიოზული პრობლემები აქვს მათ ახლა. მე უფრო დეტალურად ვერ ვისაუბრებ ჰოსპიტალის სექტორთან დაკავშირებით, არიან კომპეტენტურები, თუმცა ახლა მე რაც მათგან მესმის, რა განმარტებებით მათ აუთ გაკეთებული, თქვა, ძელვადიან პერსპექტივაში იგივე ის ტურისტები, რომლებიც რანაკადით შეიძლება ფიზიკურად უფრო მაღალია, მაგრამ მათი მხარჯველუნარიანობა საკმაოდ დაბალი არის ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე. ეს ნამდვილად დადებითად არ აისახება. როდესაც ქვეყანას შენ ათობით ადამიანი ყავს დასანქცირებული, აქ საერთაშორისო ინვესტიციებზე, განსაკუთრებით ამერიკულ და ევროპულ ინვესტიციებზე, ძალიან ხმამაღალია საუბარი, რაც რა თქმა უნდა გრძელვადიან პერსპექტივაში დამაზიანებელი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენ ნახეთ, რომ ანუ ბოლო პერიოდში თქვათ იგივე რა მოვლენებიც ვითარდებოდა, რამდენად თქვათ იგივე ძიმე დაისახა ლარის კურსზე. ხო, ანუ ლარი არის ერთ-ერთი ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი განმაპირობებელი და ძალიან რთული ვითარება გვაქვს, როდესაც ჩვენ ვართ იმპორტ დამოკიდებული ქვეყანა თავიდან ბოლომდე და ვართ უცხოურ ვალუტაზე, როგორც არის დოლარი, როგორც არის ევრო. ჩვენ ვერასდროს ვერ გავხდებით დამოკიდებული ვერც ჩინურ იუანზე, ვერც რუსულ რუბლზე და არ ვიცი, იგივე თურქულ ლირაზე თუ ასე შემდეგ. ძირითადი გამსაზღვრელი ვალუტა ქვეყნის არის დოლარი და ევრო. ანუ რაც კიდევ ერთხელ მარტივად ნიშნავს, რომ ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან ამერიკა და ევროპა. ამიტომ ჩვენ თუ ეს ხაზი დავკარგეთ, ანუ რა მიმართულებითაც სამწუხაროდ დღეს ჩვენი ხელისუფლება მიდის და სამწუხაროდ რაღაც ხილიკით საუბრობენ და როდესაც დაიბარებენ დაიბარეს გერმანიის ელჩი, დაიბარეს ინგლისის ელჩი, ძალიან ისეთი ყველაზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და მყარი პარტნიორები, რომლებიც უბრალოდ სიმართლეს ლაპარაკობენ და რომლებიც სწორ ინფორმაციას აწვდიან თავის ქვეყანას, ეს არის ძალიან ცუდი. როდესაც თვეები არის ქვეყანაში, არ არის ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი დანიშნული, თქვა, ესე ძალიან ცუდია და თქვა, ეს მიმართულება დამერწმუნეთ, რომ ალბათ 95%-ისთვის ვინც ყავდათ ეს შეკრებილი მთავრობას, მისაღები ნამდვილად არ იქნება. ხმამაღლა თუ ვინმე ამაზე არ საუბრობს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი ისე ფიქრობენ, რომ დღეს ქვეყანაში ყველაფერი კარგად არის და სწორი ხაზით ვითარდება. დიდი მადლობა ივა, დაგემშვიდობები. ივა ჭყონია საუბრობდა დღის ამბების პირდაპირ ეთერში, ის კოალიცია